გამარჯობა, ტელეკომპანია Argos ეთერშია გადაცემა თქვენი პარლამენტის სტუდიაში მუშაობ ანა კანაპლევა. ადგილობრივი თვითმმართველობა ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში უნდა ჩაერთოს. ეს იმ ცვლილებების მიზანია, რაც შედის კანონში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა შეიძლება მოიცავდეს მსხვერპლთა თავშესაფრების მოწყობას, ამ ადამიანების ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში გათვალისწინებას, სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნასა და დასაქმებაში ხელშეწყობას. ამ თემაზე უფრო ვცლად ჩვენი სტუმარი ისაუბრებს, წარმოგიდგენთ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ქართული ოცნების წევრს, ქალბატონ ელისო ჩაფიძეს. ქალბატონო ელისო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი უმცირესობის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, დღეს ჩვენი სტუმარი ტელეკომპანია Argos ჟურნალისტების მიერ მომზადებულ კითხვებს უპასუხებს. გადაცემის ფორმატის მიხედვით სტუმარს ექნება 25 წამი შესავალი და შემაჯამებელი სიტყვისთვის და ასევე 25 წამი კითხვებზე პასუხებისთვის. ქალბატონო ელისო, გთხოვთ ამ თემის შესახებ თქვენი აზრი გამოხატოთ, 25 წამი გაგვთ გისმენთ? ოჯახური ძალადობის შესახებ კანონ პროექტი გახლავთ ერთ-ერთი პროგრესული კანონი, რომელიც მიიღო მერვე მოწვევის პარლამენტმა. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავუჭირეთ მხარი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის გააქტიურებას, ასევე მოგიხსენებათ, რომ არის ცალკეული კანონპროექტები და დებულებები, რომელთა მიღება მთავრობამ უნდა მოასწროს 2014-2015 წლებში. დიდი მადლობა, ახლა კითხვებზე გადავდივართ. პირველი კითხვა ასეთია: ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ გახდა აუცილებელი ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა? ზოგადად ჩვენი ხელისუფლება მიდის იმისაკენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გაიზარდოს. არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, არამედ თუნდაც სოციალური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების დაცვისათვის გაცილებით უკეთ არიან ინფორმირებული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ასეთი ფუნქციების დელეგირება ადგილებზე ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას უკეთ მოგვაგვარებინებდა. ქალბატონო ელისო, კონკრეტულად როგორ გესახებათ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის ღონისძიებების განხორციელება? კონკრეტულად ძალიან ბევრ რეგიონში არსებობს საჭიროება, რომ იყოს გარკვეული ფართი გამოყოფილი იმისათვის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ჰქონდეთ თავშესაფარი. ვფიქრობ, რომ ასეთი საჭიროება განსაკუთრებით მსხვილ რეგიონულ ცენტრებში არის აშკარად თვალშისაცემი. იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარ ბიუჯეტებში გაითვალისწინებენ თავშესაფრების მოწყობისათვის გარკვეული სახსრების გამოყოფას. შემდეგი კითხვა: რას ითვალისწინებს ძალადობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება? პირველ რიგში ეს არის დაუყოვნებლივი დახმარება. აღნიშნული კანონპროექტით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუქმნით ვალდებულებას, რომ დავუშვათ სწრაფად განისაზღვროს თუ რა ფარგლებში უნდა იმოქმედოს როგორც ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ასევე პოლიციამ და როგორ დაიცვას ძალადობის მსხვერპლი და რა თქმა უნდა პირველადი დახმარების აღმოჩენა, ღამის გათევის საკვების უზრუნველყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლო კითხვა: ამ კანონის მოთხოვნათა ასამუშავებლად იგეგმება თუ არა თვითმმართველობებში დამატებითი სტრუქტურის შექმნა? ვფიქრობ, რომ დამატებითი სტრუქტურების შექმნა ისედაც ძალიან გაბერილ შტატებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არ იქნება მიზანშეწონილი. ყველა მუნიციპალიტეტს გააჩნია სოციალური სამსახური, რომელმაც შეიძლება წარმატებით შეითავსოს ზედამხედველობა ასეთი ტიპის თავშესაფრის ან გარკვეული სტრუქტურის მოწყობაზე. და ბოლოს გთხოვთ შეაჯამოთ ეს თემა, გისმენთ ქალბატონო ელისო. ვფიქრობ, რომ კანონის მიღებით ოჯახური ძალადობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთაც გამოთანაბრებითი ტრანსფერით საკმაოდ მცირე სახსრები აქვთ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მისაღები გაუჭირდებათ ამ პრობლემის გადაჭრა, ამიტომ ძალიან აქტიურად მინდა მოვუწოდო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩაერთონ ადგილებზე თავშესაფრების მოწყობის დაფინანსებაში.
დიდი მადლობა ქალბატონო ელისო იმისთვის რომ მიყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი წარმატებას გისურვებთ. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.